მალამუს ფუძეთ რას ხმარობთ რაღაცები ხო გიკარნახეთ ზეთი თაფლის სანთელს და ზეთს და ამაში უკვე ვამატებთ უკვე სამკურნალო მცენარეებს ან სხვა ნივთიერებები შეიძლება მაგალითად მუდის შემთხვევაში მცენარეებთან ერთად გოგირდსაც ვამატებთ მაგალითად და სუნი რომ არ ქონდეს საშინელი გოგირდს მაინც აქვს სპეციფიური სუნი ეთერზეთებსაც ვამატებ თვითონ ეთერზეთებსაც აქვს სამკურნალო თვისებები ამ მუნის შემთხვევაში მუნი თუ იცით არის ტკიპა რომელიც კანქვეშ ielis მცენარე გამიგია მუნის შემთხვევაში გადაავლებენ ხოლმე ამას და შველის რომელს iels რო ეძახიან ieli კი ხე არის ესეთი ბებია ჩემ ერთხელ მაგით განკურნა აი სანამ საზღვრები გაიხსნებოდა ანუ საბჭოთა კავშირს სანამ ჩაკეტილი ქონდა საზღვრები და მათ შორის ჩვენ საქართველოს იყო მუნის ერთი ფორმა რომელიც აი თითებს შორის ვრცელდებოდა და მისი მკურნალობაც უკვე ხალხმა იცოდა რაც საზღვრები გაიხსნა ესე იგი სახის გარდა მუნი ყველგან მუცელზე განსაკუთრებით ნაზადგილებში ფეხებზე ყველგან შეიძლება მუნი არსებობდეს და შესაბამისად ერთი ielis გადავლება არაფერს არ უზავს სამწუხაროდ მანდ უკვე აი ესეთი გოგირდიანი მალამოები და იგივე გოგირდის აბანოში სიარული და სხვათა შორის ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი დარბაზებში დადის სავარჯიშოდ და რამდენიმე პაციენტი მყავდა მუნიანი რომ ჩავეკითხე ხო ხედა სუფთა გოგოა რაღაცა ჰიგიენის წესებს უნდა იცავდეს ან გზავრობის დროს მატარებლიდან შეიძლება მოსკოვში იყო ჩემი სიძე და ისეთი ჩამოვიდა რომ აი მთლიანად ანზე ჰქონდა დაყრილი მატარებელში აიკიდა და ანუ ამ გოგირდის მალამოსაც ხმარობდა მაგრამ სანამ ეს ieli არ გადაავლო არაფერი არ ეშველა ძალიან კარგით ჩაიწერეთ მეგობრებო მე მაგალითად ieli არ ვიცოდი მაგრამ შხამა ვიცოდი რომელიც ასევე ieli რა მიდამოებში ცისდება იგივე აი ყაზბეგისკენ რომ მივდივართ ეს შხამა არის ძალიან ლამაზი მწვანე მცენარე აი პირდაპირ გამორჩეულია თითქოს აი რომ მიდიხარ პეიზაჟს ქმნის ეს ielis ჩრდილო ფერდობებზე ჩრდილო და ჩრდილო აღმოსავლეთში იზრდება ieli სამხრეთ ფერდობზე არასდროს არ არის და სხვათა შორის მეორე მსოფლიო ომის დროს მამისონის უღელტეხილზე უკვე მოსულები იყვნენ გერმანელები და ბოტანიკოსმა კაცმა მეომარმა ჩვენმა გადაარჩინა მთელი დივიზია განადგურებას ესე იგი გერმანელებმა გაკაფეს სადღაც სხვა ადგილას ieli და შემიღბეს თავიანთი იარაღები და ისა სამხრეთ ფერდობზე და ამ ბოტანიკოსმა რომ გაიხედა ამას აქ რა უნდაო და მიხვდნენ რომ რაღაცაში იყო საქმე ისე რომ ცოდნა არ იკარგება მეგობრებო დოზები ახლა მანდ ალბათ ნაჯერი ყვავილებზეა ლაპარაკი ნეტა თუ ფოთლებიანად არ მახსოვს მაგრამ მე მგონი ტოტები მოიტანეს და თავის ყვავილები ანუ ფოთლებიანად ფოთლები და ყვავილები ნუ ხო მარტო ერთხელ გადავლება ალბათ ერთი სამჯერ მაინც უნდა გადაავლონ ეგრე მახსოვს მაგრამ კი სამჯერ გადავა კაკლის ფოთლების ნახარშის გადავლება
იგივე გოგირდის საბანოში წასვლა ძალიან ეფექტურია. მოკლედ ახლა პროსტატის მალამოზე უნდა ვილაპარაკოთ, თორემ უკვე ეწყინება იმ ქალბატონს, ვინც შემიგვეთა. მოკლედ პროსტატის ჯირკვალისა მდებარეობს ანალური ხვრელისა და სათესლე ჯირკვლებს შორის ნაკერივით რო აქვთ კაცებს. აი მის შიგნით მასაჟი ამ მალამოთი კეთდება ზუსტად იმ ნაკერზე. უნდა ზევით აწვეთ, ასე ვთქვათ. და საათის ისრის მიმართულებით კარგად უნდა შეუძილოთ. დაახლოებით 1-30 ბრუნი გააკეთოთ. ამ დროს შეიძლება იმპოტენციისგანაც დაიხსნათ კაცი. ეხლა როგორ კეთდება? ვიღებთ ზეთში ხარშავთ, ავიღოთ 200 მილილიტრი ზეთი. მასში მოვხარშოთ 10 გრამი კრაზანას ყვავილები, 10 გრამი ფარსმანდუკის ყვავილები. 10 გრამი კულმუხოს ფესვები. ძალიან ნელ ცეცხლზე ხდება ეს ყველაფერი, თორემ ზეთი დაქუცმაცებული რა თქმა უნდა, ხო, ქალბატონო მარია? ბატონო? დაქუცმაცებული. აღარ აი ამებზე აღარ ვლაპარაკობს, სულ არის დაქუცმაცებულ მასალაზე იცოდეთ ლაპარაკი. აი ახლა ხო არის განსხვავება წვანის მთლიანს ჩავდებთ სადილში, თელტოც თუ დავჭრით და ისე. ხო უფრო გემომურთვისებებს დაჭრილი განაპირობებს. ერთი წუთი. ასევია წამლის შემთხვევაშიც. ამას ვამატებთ 200 მილilitrს. აი დაახლოებით ბერათითის ხელა სანთელს, თაფლის სანთელს. ეს ყველაფერი ძალიან დაბალ ცეცხლზე თუ არ შეგიძლიათ და არ ეწევა თქვენ გაზს ან თქვენ იმას გასათბობ ხელსაწყოს დაბალზე, მაშინ მოგიწევთ წყლის აბაზანაზე ამის გაკეთება. აი როგორც ბატონო? სანთელი რამდენი უნდა დავამატოთ? აი დაახლოებით ბერათითის სტოლა. მადლობა. ეს დაახლოებით 15-20 გრამია. ხო, ეხლა მეწონით რო არ შემეშალოს. რამდენი წუთს ვადუღებთ? ძალიან, ესე იგი, ბალახებს ეს სანამ არ დადნება სანთელი. ბალახებთან ერთად ცხელ. რამდენი ვადუღებთ, მარიამ? ზეთში ბალახებს რამდენ ხანს ვადუღებთ? ნუ მოუწევს 1-5-10 წუთი. ოღონდ დაბალ ცეცხლზე. ზეთი არ უნდა დაგეწოთ. ძალიან დაბალ ცეცხლზე. ფასმანდუკი თეთრი თუ ყვითელი და ის ზეთი 30 მილიგრამი თქვით, ხო? ანუ ფასმანდუკის ყვავილი ყვითელი თუ თეთრი და ზეთი რამდენი გრამი თქვით 30? ყვითელი უფრო ეფექტურია. ზეთი 200 თქვა. იმანინს უფრო დიდი რაოდენობით შეიცავს. ფასმანდუკის ყვავილი ყვითელი. ეხლა ამით ყველაფერი არ თავდება. მერე უნდა გადავწუროთ. ცხელი ფრთხილად არ დაიწვათ. უკვე მინის ჭურჭელში. და ურევთ. ოდნავ რო შეგრილდება, ხა ქაფქაფაში არ არის აუცილებელი, იმიტომ რომ
ეთერზეთები უნდა დავამატოთ და აქროლადია ეთერზეთები და ძალიან მაღალ ტემპერატურაზე მალე აქროლდება. სანამ გავხსნით, დაგჭირდება მინის წკირი, სასურველია, ან ხის წკირი. ესე იგი, არც უნდა გაიყინოს მალამო. თხევად მდგომარეობაში, მაგრამ შეგრილებული. ესე იგი, ვამატებთ შეგვიძლია შპრიცით ამოვიღოთ ბოთლიდან 1.5-2 მილილიტრი შეგვიძლია დავამატოთ ესე იგი მიხაკის ეთერზეთი ძალიან ძვირია გირჩევნიათ ევგენოლი იყიდოთ რომელიც იყიდება სტომატოლოგიურ მაღაზიებში სადაც სტომატოლოგიური რაღაცები იყიდება მასალები იმიტომ რომ ნამდვილი ეთერზეთი ძალიან ძვირია და თვითონ მიხაკი რო ჩავამატოთ ხარშვის დროს კი ბატონო მაგრამ მაგას იმხელა ძალა არ აქვს მაგას იმხელა ძალა ხაროთ არ აქვს ბატონო რისი ეთერზეთი გითხარით რომ დავიგეთ მიხაკის ეთერზეთი იგივე ევგენოლი მაინც თავარი მომქმედი ნივთიერება მიხაკის ზეთში არის ევგენოლი და უფრო იაფად ევგენოლს შეიძენთ მეთქი სტომატოლოგიური მასალები სადაც იყიდება იქ აქვთ ხოლმე ესე ფლაკონებში ეხლა შეზრვა უნდა მოხდეს ერთხელ მაინც დღეში ერთ თვიანი კურსია პარალელურად ძალიან ეფექტურია გოგრის გულის მიცემა